დღის სხვა თემებით განმარჯვებს გამოშვებას კობა დავითაშვილმა დღის წესრიგში იპოთეკართა საკითხის შეტანა მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამ საკითხზე მომუშავე 59 დეპუტატს უკეთ მომზადებას ურჩევს. მიშა ფეიქრიშვილი დილიდან მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში. მიშა, რატომ ვერ მოხერხდა იპოთეკართა საკითხის შეტანა დღის წესრიგში? ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება და გარდა ამისა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც იპოთეკართა საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით დაგეგმილია უკვე მოისმინეს პარლამენტმა მთავრობის პოზიცია, მოხდეს პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ კიდევ დამატებით იქნას განხილული იპოთეკართა საკითხი. ამის პარალელურად, როგორც ცნობილია, გუშინ და ასევე დღესაც იპოთეკართა ნაწილი, ისინი ვინც კანონპროექტის პარლამენტში განხილვას მოითხოვენ, კვლავ რჩებიან პარლამენტის შენობის შემოსასვლელთან, ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა განიხილოს აღნიშნული საკითხი და დღის წესრიგში შეიტანოს და მიუბრუნდებით თემას, რომლითაც დაიწყე, რომ კობა დავითაშვილმა სწორედ დღევანდელი სხდომის დასაწყისში აღნიშნა, რომ აუცილებელია პარლამენტმა განიხილოს იპოთეკართა საკითხი და რაც შეიძლება დროულად იქნას გადაწყვეტილება მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ამისთვის აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თავად დეპუტატები, რომლებიც ხელს აწერენ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებას, ჩამოყალიბდნენ და უკეთ მოამზადონ კანონპროექტი. გარდა ამისა, საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი გედემარ ფოფხაძე მოგვიანებით ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსი მოწოდება მისთვის მისაღებია და შესაბამისად ის აპირებს, რომ დამატებითი კონსულტაცია გაიაროს კოლეგებთან. საზოგადოებასაც მეც მათ შორის როგორც ერთ-ერთი ინიციატორს მაინტერესებს, არის რაიმე პროცესი მიმდინარეობს, არის რაღაც გადაწყვეტილება თუ არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს პროცესი უბრალოდ იწელება, მაშინ თქვენ თვითონ ბრძანეთ, მე შეგახსენებ თქვენ სიტყვებს, რომ ყველაზე ცუდი რაც დიდი მადლობა გასაგებია. არა, ერთი მადლობა გთხოვთ გასაგებია ბატონო კობა. დღის წესრიგთან დაკავშირებით სხვა საკითხი თუა? სწორედ პარლამენტში დამკვიდრებული წესია დღის წესრიგთან დაკავშირებით მოგეცით სიტყვა. პოლიტიკური განცხადებებისთვის იყო გუშინ დრო, 4 შაბათი და შეწყვიტეთ საუბარი ძალიან გთხოვთ. გასაგებია თქვენი კითხვა, გიპასუხებთ კითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას და პარლამენტს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები, პოზიციის შეჯერება მაინც შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში პარლამენტში რაღაცა ჯგუფი კიდევ უფრო გავაქტიურდებით და ეს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნაც არის, რომ უფრო მეტი კმედითი ნაბიჯებისათვის იყოს კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ეცოდინება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია უნდა დაამყაროს მთავრობის წარმომადგენლებთან და მოხდეს პოზიციების შეჯერება. დღეს პარლამენტში ასევე გამოხმაურება მოხდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ ამბასადორიალზე გაკეთებულ განცხადებას ელჩებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობამ და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩების კანდიდატურები უნდა შესაძლოა შეათანხმოს პრეზიდენტთან და ეროვნული უშიშროების საბჭოსთან. ასევე როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი გუნდი ხშირად აკრიტიკებდა პრეზიდენტს, რომ ის აჭიანურებდა შეგნებულად ელჩების დანიშნვის პროცედურას. ამ კუთხით დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ თუ პრეზიდენტი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას დანიშნოს ამა თუ იმ ქვეყანაში ელჩი და ხელი მოაწეროს შესაბამის გადაწყვეტილებას, მისი კონსტიტუციური უფლებაა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები უშიშროების საბჭოსთან დამოუკიდებლად გამართოს. რაც კანდიდატურები იყო, რაზეც მთავრობა არ ისურვა კონსულტაცია პრეზიდენტთან და ამით წესის დარღვევით წავიდა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უბრალოდ თავაზობს სხვადასხვა ფორმატებს, რომლითაც მოხდება კანდიდატურებზე შეჯერება. ძალიან ბევრი კანდიდატურა, რომელიც შემოთავაზებული იქნა განსაკუთრებული სირთულეების გარეშე. უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის გარეშე, რომელიც არის მისი სათათბირო ორგანო, ეს არის უკვე მისი პირადი გადასაწყვეტი საკითხი და არავინ არ ზღუდავს მას იმაში, რომ მოიწვიოს იგი უშიშროების საბჭო და განიხილოს თავშუად ამა თუ იმ ელჩის კანდიდატურა უშიშროების საბჭოზე. მაგრამ კონსტიტუციურად ამის მოთხოვნა არ არსებობს.
პარლამენტის სტომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთადი განსახილველი საკითხია ყველა ის გამომდინარე კანონპროექტი და კანონში ცვლილება, რომელიც იწვევს, რომელშიც შესატანს ცვლილებებს იწვევს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება და რომელსაც თავის მხრივ პარლამენტი მიუბრუნდება მომავალ კვირაში. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ კვირას რიგგარეშე ცვლილებები დაინიშნოს, მანამდე კი პარლამენტის და საპარლამენტო უმრავლესობა ემზადება უკვე ხვალისთვის სამ კანონთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევის პროცედურაზე, რაც შეეხება დღევანდელ ცნობას, ის დაახლოებით 9 საათში დასრულდება. მადლობა მიშა, პარლამენტიდან მიშა ფეიქრიშვილი გვერდებოდა პირდაპირ